მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმე კაცთან. დღეს ჩვენი სტუმარია მსახიობი თორნიკე გოგრიტიანი, როგორ ახარ? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად, მადლობა რომ მოხვედი. აი ამ ფრაზით მინდა დავიწყო, თუ ეთანხმები ლოურენს ოლივიეს. ლოურენს, მე კანზებზე წავედი სხვა. ხარ ხო. ლოურენს ოლივიე, ხელი სამყაროს შეიქმნა და შეძლოს ხელის ქულზე. ნუ ალბათ ეგეც და რა ვიცი, ხა მაგის ზუსტი ფორმულა რო არსებობდეს, ყველა სხვადასხვა. შენ როგორ ახსნიდი აი მსახიობს რა უნდა შეეძლოს? რა უნდა შეეძლოს? ხო, იცი რა, მე გამიგეს ხოთ შორის ერთი მსახიობი არის მაიკლ კეინი ეგეთი და მაგას ქონდა რაღაც ვორქშოპი. ერქვა acting for film. ჩაატარა ბრიტანეთის ტელევიზიას. BBC-ზე ქონდა ადრე და მან თქვა ძალიან ზუსტი და კარგი ფრაზა ყოველ შემთხვევაში მე რაც მომწონს ყველაზე მეტად რომ ჩემი სურვილი არისო რომ როცა მიყურებენ მე სადაც როცა ფილმში ვთამაშობ დავიწყდეთ ხალხს რომ მე მაიკლ კეინი ვარ და უბრალოდ თქვან რომ ჯონს სიტყვაზე ეხლა რა დაემართება. კი ბატონო. მე ამოსწრე. შენ ხშირად ქმნი ამ სამყაროებს შენთვის? არა, როგორც მსახიობი? ხო. მაგით ვარ ხოლმე დაგავებული ცირა. ხო, აი ბავშვობაში უფრო ხშირად ფანტაზიორობდი, ასე ვთქვა, თუ ეხლა თუ აი რომ განელდა ეს პროცესი. არ განერებულა, მე მგონი იცი ამ სიამოვნებს კარგი პროცესია ეგ რაღაცა ძირითადად ფიქრის პროცესი ყოველთვის უფრო რაღაც პროდუქტიული მგონია, იმიტომ რომ მე რაღაცა ტექნიკური შესასრულებელია რაღაცეები ყოველთვის და ფიქრის პროცესია ჩემი აზრით. და ამ სამყაროებში რა შეიცვალა? თუ გიფიქრია მაგაზე, ბავშვობიდან მოყოლება ფერები, აზრები, შეიცვალა? კი, რა თქმა უნდა იცვლებოდეს ალბათ, ახლა წინააღმდეგ შემთხვევაში უინტერესო იქნებოდა. რაც იზრდები, ნუ გემოვნებას ხო გეცვლება თავისთავად. მახსოვს. თუ ფერადი გახდა თუ ნაცრისფერი? არა, არ ვარ მიდრეკილი რაღაც ნაცრისფერისკენ და მაგიტო. რას ამბობდი რაღაც? ხო, ბავშვობაში მახსოვს თქო რომ რაღაც Backstreet Boys-იც მომწონდა, მაგრამ ეხლა აღარ მომწონს. იცვლება რაღაცეები. კი ბატონო. ეს სამყარო როგორ შეიქმნა, როგორ ფიქრობ? სადაც ცხოვრობთ? არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი, აბერი გეტყვი. კი ბატონო. რო შეგეძლოს რას შეცვლიდი? ამ სამყაროში. რას დაამატებდი, რას მოაშორებდი? აი ღმერთი რო იყო, რას გააკეთებდი? არ მიფიქრე მაგაზე, უბრალოდ იცი რა ფაქტი მომწონს, მახსოვს იყო ეგეთი ისა რაღაცა რაღაც ძველი ბერძნების რაღაცა ისა რომ მოაკლო ამ ყველაფერს, ან როცა ოლიმპიადა მოიგონეს, მე მგონი და როცა ეს მთელი ეს სისტემა გაჩნდა, ხო? მე მგონი სწორად გააკეთეს ეს ყველაფერი, როცა ამას შეძინეს შეჯიბრის სახე, იმიტომ რომ ამ ყველაფერს რო შეჯიბრი მოვაკლოთ, თქჩება მარტო ბოღმა და ერთმანეთის ჭამა და ამიტომ რა სწორი კონცეფციაა მე მგონი ეგ. რაღაცებიც სწორად არის მოფიქრებული. კი ბატონო. რომელი მსახიობის რომელ როლს შეიტანდი ენციკლოპედიაში როგორც საუკეთესოს? ბევრია. შევეცდები რაღაცა ისე ვთქვა ეხლა რომ არ გამორჩეს. ძალიან მომწონს მოგლეთ მომწონდა აღარ არის ცოცხალი ფილიპ სეიმურ ჰოფმანი. იცი რატო? იმიტომ რომ ერთი შეხედვით თითქოს რომ შეხედავდი კავშირი არ ქონდა ამ ყველაფერთან, ამ პროფესიასთან ალბათ. ცოტა პრარაბს უფრო გავდა. და უკვე როცა რაღაცა კადრის წინ იდგა, რა ვიცი, იმდენად მოულოდნელი და რაღაც შთამბეჭდა ვიყო მისი ყველა რაღაც როლი, რომ მე ძალიან მგონია რომ არის კაპოტე ალბათ ერთ-ერთი ეგ როლი არის. რომელსაც მე შევიტანდი რომ ნამდვილად არის ღირსი ენციკლოპედიაში ყოფნის. და ქართველებიდან ვინ შეიყვანდი? ქართველი მსახიობებიდან. რომელ როლს? დროს არ აქვს ალბათ მნიშვნელობა, ხო? თეატრი, კინო, ნებისმიერი არის შესაძლებელი. რა ვიცი, ალბათ ძალიან მიყვარს და მაგით ალბათ იყო შაშუ გალობელი. რაც არის. არა, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება მსახიობი მართლა არ იყო და ანუ ის თუ ადამიანამდე მივიდა კონკრეტულად ჩემამდე თუ მოდის ეს ყველაფერი და თუ რაღაცას იწვევს ჩემთვის პროფესიას და იმას არ აქვს მნიშვნელობა. ყველაზე მაგარი არტისტი ვინიცი, ვინც არ არის პროფესიონალი მსახიობი.
ყველაზე მაგარი არტისტი. ვისაც იცნობ ტიპებს. აჰა. ანუ რას მეკითხები, რომ ანუ თვითონ ანუ მსახიობი არ არის პროფესიით. ხო. მაგრამ აი არტისტული ნიჭი აქვს ძალიან მაგარი. ხო. ძირითადად იცი რა არის? აი მე მაგალითად ქუთაისში მყავს ძალიან ბევრი ეგეთი ადამიანი ნანახი. რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ არიან მსახიობები, მაგრამ დაჯილდოებული არიან. რაღაც არტისტული ნიჭით, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ულევი წყაროა ინსპირაციის ექალაქი და ალბათ ბევრი რამე მოდის მაგედან. თეატრალური გაქვს ხო დამთავრებული? მანამდე არქიტექტურული. კვლავ დამთავრებული არა ბოლო. ისწავლე რამე თეატრალურში. ანუ რო არ გესწავლა, ეხა უფრო ცუდი მსახიობი იქნებოდი? იცი რა როგორი უცნაური ის იყო, ეხა ვერ გეტყვი ზუსტად იმას, იმიტომ რომ პირველი კურსის ბოლოს მე მოვხვდი თეატრში და ყველაზე ის დიდი პრაქტიკა რეალურად რაც მე დავუშვათ უნდა გამევლო მე ეს 4 წელი და მე თეატრი მეძებნა თუ მოხდებოდი სადმე ანუ რაღაც ისე აღმოჩნდა ჩემ ცხოვრებაში რომ პირდაპირ თეატრში აღმოჩნდი და ის დიდი პრაქტიკა რაც გეხმარება შემდგომ უკვე სადაც იხვეწები და შენ თავს ამვითარებ პირდაპირ მივიღე და თეატრალურში სიმართლე ვთქვა ცოტა მქონდა უკვე რაღაც დონეზე შეხება უფრო ბოლო კურსში სპექტაკლებში ასე რომ ძირითადში თეატრში მივიღე მე ის რაც მივიღე ბატონო რომელი პოლიტიკოსი არ გიყვარს აი არ მოგწონს ახ რამდენია ფერნი არიან ვინმე მოგწონს მომწონს ქართველი დასაკვირველია ალბათ და არა იქით იმპორტული არა ხო? იცი რა, როგორ გითხრა ეხლა? რაღაც დონეზე რაღაც დონეზე მე სიმპათიურება უსუფაშვილი რაღაც დონეზე. კი ბატონო. გამოთქმა რომელი არ გიყვარს, აი რომ გაღიზიანებს. მოიცადე? ალბათ პურს რო შეჭამს სამართალი, ალბათ ეგ. სისულელე არის. პურს რატო ჭამს? ხო, ვერ ხვდები, არ ვიცი, ალბათ დანაყრებად, მაინც საქართველები ხო რაღაცა ასოციაციურად და გაძღომისკენ დავართ და ალბათ პური ყველაზე მეტი დანაყრებად. სამართალმა რა უნდა დალიოს? შესაბამისად ღვინო ალბათ მიაყოლოს. ცოტა იქ ნატახტარის ლიმონადიც სასაგან. ტრადიციებიდან რომელი მოგწონს და რომელი არა? საერთოდ რომელია ქართული? მე ხო აი ეგ არის ალბათ საკითხავი რომ ბოლო პერიოდში რაღაცა ისე ტრადიციაში თავის მხრივ არაფერი არ არის ცუდი თუ ამას სწორად გაიაზრებ რა. ხა რასაც ძირითადში ტრადიციას აწერენ ხოლმე რომ ვაშკაცი და კარგი უნდა იყოს, მე მგონი ყველგან ეგრე არის. ხა არ არის ქართული ხო? ადამიანურია ეგ ჩვეულებრივად და რაღაცა ტრადიციები ახლა ვერ ხვდები ახლა ნუ რამე არის ისეთი რაც აი არ მოგწონს. ზომიერება არ არის ხშირ შემთხვევაში ეგ ტრადიციულობაშიც იგრძნობა და ადამიანურ ურთიერთობაშიც და პოლიტიკაშიც და ყველაფერშიც ეგ არის ალბათ მტერი ამ ყველაფრის რა. რატო არ კარგავთ ამ შეგრძნებას ზომიერების რა გვიშლის ხელს ან იქით უნდა ვიყოთ ან აქეთ ხო რადიკალურები რატო ვართ ან ყველაფერი ან არაფერი ხო არ ვიცი მაგის დიაგნოზის დასმა ალბათ ძალიან საკვლევი არის ეგ ალბათ მე მგონი კარგი ისე არის რა დამავიწყოს ახლა მაგალითად სუმოაქთ ხოლმე იაპონიის მაგალითი რა იაპონიას ტრადიციულია და როგორ შეინარჩუნეს ეს ყველაფერი ხო და ზუსტად ეგ არის პრობლემა რომ სწორად ვერ აღიქვამენ ალბათ იაპონიის პრინციპი რაც არის რომ ტრადიცია არ არის მხოლოდ ტრადიციისთვის და ეს ადამიანი დღევანდელობითაც ცხოვრობს და ხვდება რომ დღეს თუ მან არ იმუშავა ის როგორც მუშაობს კონკრეტულად იაპონელი ხვალ იაპონია აღარ იქნება და ტრადიცია ვერ უშველის კარგი. ლამაზი ქალი რო ჩაგივლის სად უყურებ პირველი? რა ვიცი, აბა რამდენიმე წელია უკვე სახლში ვხედავ. ნინო ქორიძე მაგლამას გავს. მანამდე სად უყურებდი ხოლმე? რაღა მახსოვს. დამიჩლუნგდა ეგ სკილები. და შენ რო ჩაივლის სად გიყურებენ, როგორ ფიქრობ? ხო. ციტაჩკი გაფართოებულ თვალებს ხედავ ხოლმე უცბად გუგები გაფართოებული. ალბათ აქ სახეში პირდაპირ რომ იცნეს არ ვიცი. ბატონო. ქალს და კაცს შორის რა განსხვავებაა შენთვის პირადად? ბიოლოგიურს არ გულისხმობ რა თქმა უნდა. არა მარტო ბიოლოგიურად მე მგონი ყველაფერს განსხვავდებით და ეგ
ქმნის საინტერესო სამართლიერს. თავარი განსხვავება რა არის? ქალსა კაცს შორის საერთო ვიცი ალბათ რაც აქ თამდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ალბათ სიყვარულს ვეძებთ ყველა. საერთო ეგ გვაქვს. ალბათ გზებია. გზები. კი. ქალში რა გიყვარს ყველაზე მეტად? ქალში ყველაზე მეტად მიყვარს ამ შემთხვევაში ნახან ჩემი ცოლია, მაგიდან გამომდინარე. ისე დროს შეუძლია რაღაც ძალის მოცემა შენთვის, როცა შენ შეიძლება რაღაც დონეზე მოშვებული კი არა, უფრო სწორად მინდა რომ ვთქვა, რომ რაღაც დონეზე დანებებული იყო რაღაცა პრობლემის წინაშე და არა ძალდატანებით, არა ისე რომ მან ეს დაგაძალოს და გითხრას თითქოს როგორც პროექტი ისე შემოგთავაზოს, ხო? ანუ რაღაც ინსტინქტურ დონეზე შეუძლია ისე მოგცეს ძალა, რომ შენ ეს ყველაფერი შეძლო. ალბათ ეგ. ყველა სექსუალური ქალი მითხარი ვინ არის? დედამიწაზე? ხო, შენთვის რა თქმა უნდა. ახსოვს ვიღაცას კითხეს და ვუპი გოლბერგი უთხრა და სასაცილო არის, კაი პასუხია ეგეს, ვინ იყო უბრალოდ ეგ არ მახსოვს. ხო. სექსუალური ქალი. ხო, ну ალბათ წინა პასუხებს მიყვება ახლა ესეც და მიებმება. მაგრამ ესე თუ აიღებ ძალიან ის მსახიობია, როგორც მსახიობი, ცუდი მსახიობია, მაგრამ როგორც შესახედავად ვიზუალურად ძალიან მომწონდა ყოველთვის ევა გრინი იყო ეგეთი მსახიობი და სიმპათიური იყო ძალიან. აი სექსუალურად რო აღიქვა ადამიანი შენთვის რა არის მნიშვნელოვანი? პირველ რიგში გარეგნობა თუ სხვა რამე? მე მგონი უფრო რაღაც შინაარსი ხდის სექსუალურს ადამიანს. გარეგნობაც ეხმარება ამ ყველაფერში და ცალკე არ არიან ესენი, მაგრამ ალბათ როცა ვიღაცა გესექსუალურება ცხოვრებაში, უკვე რაღაცა მისი შინაგანი მისი შინაარსი გთავაზობს ამ ყველაფერს ალბათ. შენც მზად ხარ რომ რაღაც თანხwebdriver ხდება. შენ რო ქალი იყო ვის დაკერავდი? რომელ კაცს? ტრამპს ალბათ. რას ფიქრობ ისე ტრამპზე? იმას იზამს? გაართმევს თავს? გვეშველება რა? გაართმევს თავს თუ არა, ხო? პრინციპში ცოტა მე არ მახსოვდა, იმიტომ რომ საიდან უნდა ხსოვებოდა ეგ ამბავი. ცოტა რაღაცა რეიგანსაც ამგვანებენ და რაღაცით გავს, იმიტომ რომ როგორც მოდის ეს Make America Great Again და ასე შემდეგ. გავს და არ ვიცი, ნახოთ. ყოველ შემთხვევაში გამოფხიზლების ხანა არის ნამდვილად ეთყობა. ბატონო. დროში რო შეგეძლოს მოგზაურობა, რომელ პერიოდში წახვიდოდი და ვისთან ერთად? შუა საუკუნეებში წავიდოდი. მაინტერესებს ალქაჯების პერიოდი, რო წავდნენ ხოლმე, აი არა დაწვის პროცესი რა თქმა უნდა, არა ეს ასიამოვნო, უბრალოდ თვითონ აი ეს პერიოდი მაინტერესებს რა. და ვისთან ერთად წახვიდოდი? ერთი ადამიანი. იცი რატო? იმიტომ რომ ამას წინათ ვითამაში რაღაც თამაში იყო, ერქვა PlayStation-ს, ერქვა Witcher-ი რა. და რაღაცა ისე თელი ალქიმიით და ეს ამბებით რაღაც ისე გამიტანსა რომ მომინდა რაღაც მაგ პერიოდს ნახავდი მართლა ეგეთი იყო თუ უგონილი არის. და Witcher-საც ვთხოვდი რომ აეხსნა რაღაცები აქეთ იქით ჩემთვის. კი ბატონო. რომელიმე როლზე თუ ოცნებობ დღეს? ზოგადად რამე საოცნებო როლი თუ გაქვს? ისე ადრე უფრო იყო თავიდან, როცა რაღაცა თეატრში მოვხვდი, თავიდან ბუნებრივია რაღაცა იმიჯებით ცხოვრობ, ხო? და მე მალევე იყო, როცა ვითამაშე მაკბეტი. პრიზიც აიღე, ხო? მე მგონი. ხო, ხორვატიაში ავიღე პრიზი. დოიაშვილის სპექტაკლი მე ვიყავი 20 წლის, როცა დოი მესმითხრა და რავი ამ სულით რავი ძალიან ბევრი რაღაცა შეცვალა ჩემ ცხოვრებაში ამ ყველაფერმა და იცი რა ამის მერე რაღაცები გადავაფასე და მივხვდი რომ ანუ მანამდე იყო რომ მაგალითად ახ ლირს რო გავიზრდები ვითამაშებ და რაღაცა ცოტა იმიჯებში რო ცხოვრობ ილუზიებში და ხვდები რომ არა ეგრე არ არის რა. იმიტომ რომ რაც პირველი ვთქვი ალბათ ისევ მაგეთკენ მივდივარ რომ მაგას მნიშვნელობა არ აქვს თავარია რომ ხო და ისეთი თუ არსებობს, რომელსაც არ შეასრულებ.
ჰოლივუდში დაგიძახეს და რაღაც როლი შემოგთავაზეს. რა როლი შეიძლება რომ იყოს და შენ უარი თქვა. ვერ ხვდები ალბათ აი არაფერ თუმად გამართული და კარგი არის თუ საინტერესო არის ყველაფერი და რაც თავარია იცი რა არის სახიობის პროფესია ხო რაღაცა მგონია ისედაც განაცხადეთ არის გაპრანჭული ხო რო ანუ განაცხადში უკვე ვიღაცებს ეუბნები რომ მათზე მეტი იცი რაღაც დონეზე ყოველ შემთხვევაში ხო ხდება ეხლა რომ გამომხილოთ ჩვენ თავს ეგრე არის და მე კიდე ცხოვრებაშიც რაღაც როლში ყოფნა არ მიყვარს ხოლმე. ეს რთულია აი ამდენ სხვადასხვანაირ ტიპს რომ ხომ შედიხარ იმის ცხოვრებაში. ეს გლის თუ პირიქით ენერგიას გადლოს. იცი რა ორივე ერთად არის აი ვერ გაიგებ როგორ არის თუ ეს ყველაფერი რაღაცა იმას რუტინას ემსგავსება და თუ რაღაც შენ თვითონ არ უნდა მოდუნდე მოკლედ და შენ თვითონ უნდა გქონდეს იმის რაღაცა ძალა რომ ეს ყველაფერი შეინარჩუნო და ბოლომდე გეჭიროს შენი თავი და განავითარო რაც ყველაზე მთავარია იმიტომ რომ არ მთავრდება ერთი გაკეთებული როლიდან საქმით არაფერი დასაწყისია და სულ პროცესია კი ბატონო და რომელ რეჟისორთან იგი ითანამშრომლობდა სიამოვნებელს ცოცხალი რო იყოს ალბათ კასავეტესთან. და შენ რო იყო რეჟისორი ღმერთს ვისათამაშე. მე რო იყო რეჟისორი ღმერთს საერთოდ არ გადავიღებდი ფილმში. რატო? არ ვიცი, განა იმიტომ რომ არ შეიძლება ან არ მწამს ან რამე, უბრალოდ რაღაც ეგეთ ფილმს კინოს არ გადავიღებდი. და სატანას ვისათამაშე. სატანას ეხა თუ ნახავს მე გაეცინება ჩემი კოლეგა არის შაკო მირიანაშვილი და აი მაგას გავს ხოლმე სატანას პერიოდულად კი ბატონო ისე ეკლესიაში თუ დადიხარ არ ყოფილ ვარ დიდი ხანია ბავშვობაში დავდიოდი რატო შეწყვიტე იცი რა არის სხვათა შორის ბავშვობაში ყოლია კიდე მოძღვარიც ხოლე რომელიც საკმაოდ ადეკვატური და ნორმალური ადამიანი იყო, როცა მე პატარა ვიყავი და რაც მომწონდა მასში ეხა ყოველ შემთხვევაში შესაძლებელი არაფერს არ მაძალებდა ხოლმე. და ზუსტად ამიტომ მე მივხვდი რომ ალბათ ეს რწმენაც რაღაცა საიდუმლო უფრო არის შენი ვიდრე რაღაცა გამჟღავნებული და აფიშირებული რამ. ასე რომ მე იცი რა მაინც ნებისმიერ შემთხვევაში წამს ვარ ხსნავს მაინც რაღაცით ხელმძღვანელობ რა. რამდენად სევდიანიც არ უნდა იყოს ათეისტებისთვის, მაინც 10 მცნებით ხელმძღვანელობენ სიკეთეს და ბოროტებას ახლა და. აი ნამდვილი ქრისტიანი როგორი უნდა იყოს? ნამდვილი ქრისტიანი წესით და რიგით არის ლიბერალი, ჩემი აზრით. ხო, ну, ესე მგონია, იმიტომ რომ რაღაც ლიბერალური რელიგია არის. რელიგიას საზღვრების გარეშე ლიბერალიზმი ფაქტიურად და წესით ეგეთი. აქ რატოა პირიქით? აი ამაშია საქმე, აღქმა რაღაცების ძალიან არასწორია ხოლმე რა. ან წაკითხულიც მაგალითად როცა კითხულობენ რაღაცას აბსოლუტურად სხვა აზრი გამოაქვთ. ანუ მე რასაკვირველია ხა მე და შენც რო წავიკითხოთ რაღაცა სხვადასხვანაირად გავიგებთ და რა თქმა უნდა. რაშიმონიც რო არის კუროსავას ფილმის ხო მაგაზე არის რომ ერთი რაღაცა მოვლენა შეიძლება 4 ადამიანმა სხვადასხვანაირად დაინახოს, მაგრამ ძირითადში რაღაცა არაადეკვატურად ცდარი გადაწყვეტილებები იღებენ ხოლმე და ანუ მართლა არაადეკვატურია იმ რეალობასთან, რასაც მე ისინი საუბრობენ რა. კი ბატონო. და შენთვის რომელია უმძიმესი ცოდვა? უმძიმესი ცოდვა. მე არ მიყვარს ტყუილი საერთოდ. არც ურთიერთობაში, პირველ რიგში ურთიერთობაში, ხო. თუ ამ ტყუილს შეიძლება მიება ძალიან ბევრი რამე, ჩემთვის გასაკვირველია. არ მიყვარს ტყუილი მე იწვევს უპასუხისმგებლობასაც, რომელიც ასევე არ მიყვარს და უპატივცემულობასაც და ასე შემდეგ. ამიტომ ჯობია რაღაცა მართლები ვიყოთ პირველ რიგში საკუთარ თავთან და მერე სხვებთან. ბატონო. კაი, საქართველოს ყველა დროის სამი საუკეთესო მსახიობი მითხარი. ისე ძალიან ბევრი არიან კარგებიც, ხა არ მინდა რომ სამი საუკეთესო. ვინა ჟანრებად და აი საუკეთესო კომიკოსი ვინ ყოფნა? საუკეთესო კომიკოსი. მართლა არის მე მგონი პოლიტექნიკაში ერთი საუკეთესო კომიკოსი. არა მარტო საქართველოში, ბევრზე მეტადაც მომწონს სიმართლე რო ვთქვა. რომელიც საერთოდ არ იყო მე მგონი პროფესიით მსახიობი და არის. კი. არა კომედიურ ჟანრში. არა კომედიურ ჟანრში.
მე არ მქონდა ნანახი მახსოვს დიდი ხანი, ანუ ოთარ მიყოლ თუხზე არ მყავდა ნანახი სცენაზე, მქონდა ნანახი მისი ფილმები და უშუალოდ სპექტაკლები ჩანაწერები და აი ესე ცოცხლად არ მყავდა ნანახი და მახსოვს თქვენს რომ ანტიგონე იყო თემურ ჩხეიძის სპექტაკლი გადიოდა მე ძირითადად ახლა ესეთი რაღაცა გროტესკულ ამაღლებულ რაღაცა დიდი ენერგეტიკის მომხრე არ ვარ ხოლმე სცენაზე, მაგრამ მახსოვს ბოლო რამდენიმე სპექტაკლი იყო, რომელიც ნახე და შეიძლება ვთქვა, რომ ისეთი შტაბეჭდილება მოახდინა, რომელსაც მართლა არ ველოდი. დათო თუთაშხია ჯერ წაიკითხე და მე ნახე თუ პირიქით. დათო თუთაშხია არა მაქვს საკითხული. ნანახი მაქვს მარტო. კი ბატონო. და ადამიანი რისთვის ცხოვრობს თუ გაქვს რამე იდეა ამასთან დაკავშირებით. ხო. როგორ გითხრა იცი რა არის? არ ვიცი ხა რაღაც ბანალური ის არ მინდა მას ცოტა საინტერესო პასუხიც მინდა შეიძლება მაგაში სიყვარულიც ალბათ იმიტომ რომ რავი ეს გამოძრავებს და გონია რომ სიყვარულისთვის ისე ატო იმიტომ რომ მოვიყვანე მაგალითად ხა თუ ხო შეიძლება წერა მოვიყვანე მაგალითად თქვი რომ კასავეტესი თქო და მართლა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რეჟისორია და პირველად მაგის ფილმი ნახე იყო ეგეთი ქმრები 70-იანებში გადაღებული ფილმი არის ბენგაზარა კასავეტესი და პიტერ ფოლკი თამაშობენ და მახსოვს რომ ამან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე რომ მსგავსი ფილმი არ მქონდა ნანახი ანუ ყოველ შემთხვევაში შეგრძნებით მსგავსი ფილმი ეგეთი გულწრფელი ეგეთი ნამდვილი კაცი თავის კრიზისზე ესე ლაპარაკობდეს და მე ძლევდეს ამ კრიზისს ესე არ მქონდა ნანახი ხვდები და თვითონ კასავეტესიც სულ ლაპარაკობს რომ ყველა ჩემს ფილმს ვიღებ სიყვარულზეო და ყველა ფილმი არის ძიება ამ სიყვარულისო თითქოს ბანალურია მაგრამ რაღაცა მგონია რომ კარგია სიამოვნებს მაინც ყოველ შემთხვევაში ამით წინა ცხოვრებაში ვინ იყავი როგორ გონია აი არსებობს რომ არც ვიცი თუ არსებობს ის არ გამიკეთებია ეს ქვიზი როა რაღაც Facebook-ზე თორე აი გეტყოდი ხო და აი უქვიზოთ როგორ გონია თუ არსებობდა ვინ იქნებოდი ვახ უქვიზოთ არ ვიცი მაგრამ არქიტექტორი ვიყავი წლების წინ და ეგეც წინა ცხოვრება იყო ალბათ რაღაც დონეზე კაი და მომდევნოში ვინ იქნებოდი ვინ გინდა რომ იყო ვინ მინდა რომ იყო მაქვს მცდელობა რეჟისურისკენ ნახოთ. აი რომელი რეჟისორი იქნებოდი? ესე კონკრეტულად არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შევეცდებოდი ყოფილიყავ ისეთი გულწრფელის როგორც დავუშვათ თქვი წერანსებოდ ნახსენები კასავეტესია და ქართულ რეალობას შევეცდებოდი ისეთი გულწრფელი ყოფილიყავ როგორც რეზო გაბრიაძეა. თუ ეს გამომივიდოდა საიჭუა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ცდელობა მექნებოდა. კარგი. შენთვის რაში გამოიხატება ვაჟკაცობა? ვაჟკაცობა გამოიხატება სიმართლეში და სინამდვილეში, რითიც შენ ცხოვრობ. იმიტომ რომ ყველა რეალობა რაღაცა ანუ არ არსებობს რაღაც დადებული მორალი, ხო? ესეთი რომ ყველა მორალს, ანუ ადეკვატური რეალობიდან გამომდინარე ადეკვატურია ყველას მორალი. და ერთადერთი რაც შენ ხიბლს გძენს ალბათ არის შენი სიმართლე ყველაფერში, შენ ქმედებაშიც და ასე შემდეგ და ვაჟკაცობაც ეგ მგონია და არა რაღაცა განყენებული და არაკაცობა რაში გამოიხატება? არაკაცობა საპირისპირო ალბათ პირიქით ხო, ყველაფერი იყო პირიქით. და პროვინციალიზმი? პროვინციალიზმი. ანუ ვისთული მე პროვინციალი. რასაკვირველი არა იმას, ვინც დაიბადა. ბუნებრივია. ხო. იმას ვინც მაგალითად რავი როგორ გითხრა. ეს მაგალითად არის რაღაცა მოდი ესე ვთქვა, შეიძლება მე მცდარი ვარ ამ ყველაფერთან, მაგრამ აი მაგალითად რაღაცა პრობლემები, რომელიც ეხლა დგას ხო ჩვენთან და ამაზე მსჯელობა მის საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამაზე მსჯელობს. ვიღაცები თვლიან, რომ ამაზე მეტი პრობლემას გაგვაჩნია დავუშვათ ჩვენ და რაღაცნაირი უცნაური ანალიზით არიან დაკავებულები, ხო? ან რეალურად ვერ აღიქვამენ იმ რეალობას, რაშიც ცხოვრობენ და
თუ ჩვენ რაღაცა დონეზე შევთანხმდით, რომ რაღაცის მერე ცოტა მაღალი საზოგადოება უნდა გავხდეთ და ვიღაცები ისევ დარჩნენ სადღაც შორს, აი მათ ალბათ. არ ვიცი რამდენი ზუსტი ფორმულაა, მაგრამ მათ. ბატონო. კარგი. ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი რა არის შენთვის? ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი. როგორ მე სიმართლე გითხრა, ესეთი მომხმარებელი გასინჯული მაქვს, არა ყველაფერი, რაღაცეები, მაგრამ მომხმარებელი არ ვარ. ნარკოტიკი ყოველ შემთხვევაში მე პირადად თორნიკეს არ მანიჭებს დაუშვათ. არ მჭირდება რომ ბედნიერი ვიყო ნარკოტიკი მაგითო. ამისთვის უბრალოდ და აი არა ნარკოტიკი რომელია შენთვის ძლიერი? ნარკოტიკი? აი რაზე ხარ ყველაზე მაგრამ მიგმოდი. იცი არის, აი ბოლო პერიოდში რაღაცა ესეთი მიმართულებით წავედი, რომ რაღაც ჩემი ბავშვობის რაღაცა მომენტები ცხოვრებაში, რაც ბოლო პერიოდში დამეწყო ყოველ შემთხვევაში რაღაც მაგების ჩაწერა დავიწყე და იმდენად საინტერესო პროცესია ამ ქექვის ეთყობა თუ ამ აღმოჩენის თუ კვლევის, რომ ავწყვდები ხოლმე რა რეალობას. ისე როგორ ფიქრობ, რატო იჭერენ მაინც და მაინც საქართველოში ამაზე ადამიანებს? თითქმის აღარსად აღარ იჭერენ. ხო, მე цаრია. ის გამოხატულებაა ეს, რომ აი ჩვენ თქვენზე ძლიერები ვართ თუ რა? ლატენტური მწვეველობის. ალბათ. არ ვიცი, ისი უნდა იყოს. цаრია აშკარად, ადამიანური цаრი ყველაფერთან ერთად, იმიტომ რომ სხეული, რა ვიცი, ჩემია და დასრული ვარ და სულწლოვანი ვარ. გადასახადებს ვიხდი, მუშაობ და ამ სხეულს თუ დაუშვათ ღვინითან არყით ვავსებ, შემიძლია რაღაცათაც გავავსო. თუ მინდა მე ეს, ხვდები, ამიტომ აბსოლუტურად ცდარია, მაგრამ მე უფრო მეტად ნერვები სხვა რამეზე მეშლება რა. აი მაგალითად იმაზე კი არა, დაუშვათ რა გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფომ თუ რაღაცამ ამის ამ კუთხით, ხო? და ეს პოლიტიკა ჩემთვის რა თქმა უნდა ცუდია, მცდარია და შეცვლიან ალბათ ოდესმე, მაგრამ აი ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ მაგალითად საზოგადოებას თქვი, რომ საზოგადოება თუ გაიზარდა და ვერ ხვდებიან, რომ ხის მოჭრას თუ მე ვაპროტესტებ, ეს ნიშნავს იმას, რომ ცოტა წინ წავედი, ხვდები? და იმ რაღაცებით აღარ მაქვს დატვირთული გონება, რითაც მქონდა წლების წინ. ესეც მისი შემადგენელი ნაწილია. ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ესეც მათ შორის. და ვერ ხვდები რატო ამართლებენ ამ ყველაფერს რაღაცა. იცი როგორი ანალიზი აქვს თქო, მე სამოყვარულოს აღარ არის, რაღაც ტურისტი რო ანალიზი გააკეთებს და ახლობთ ეგეთი ანალიზი აქვს რა. კარგი. საკუთარ თავზე მაგრა თუ გიყვარს ვინმე? კი, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, რომ არ ვიყო ეგოისტი და ყოველ შემთხვევაში ოჯახის წევრები მიყვარდეს. ჩემ რანგში მაინც მიყვარდეს ოჯახის წევრები თუ მეტი არა. რა ფერია შენთვის სიყვარული? სიყვარული. რა ვიცი, თბილი თეთრი ფერი, რა ვიცი. კი ბატონო. ინტერვიუს ვისგან აიღებდი სიამოვნებით? მეცა ანუ არ აქვს მნიშვნელობა ცოცხალი ამ გვარებს და ალბათ ცოცხალი ადამიანის თუ ვინ არ იყოს ცოცხალი, ვინ გაინტერესებს? იცი არის, არ ვიცი, ვერ ხვდები, არ მიფიქრია მაგას. კარგი. რაც სისხლელის უკვე არ მიფიქრია. რომელი დიდი რეჟისორი გადაიღებდა ყველაზე მაგრა აი ბოლო წლებზე საქართველოსი ფილმს? რა ჟანრის ფილმი იქნება? უახლეს ისტორიაზე? ბოლო 30 წლის საქართველოს. სერიალი ალბათ, ხო? უკვე რაღაც ეპოქაა მაგის და. ვინ გააკეთებდა ყველაზე მაგრას? ჩემი აზრით, რა ვიცი, ქართველიც უნდა იყოს რაღაც დონეზე, რომ მიხვდეს ამ ყველაფერს, ან არ ვიცი. ძალიან მაინტერესებს იმას, რომ ფასბინდერი ცოცხალი იყოს ეს ყველაფერი რო ეჩვენებინა, აი რას იზამდა. გერმანიაზე ხო შური იწია და აი საქართველოს რას უზამდა, ეგ მაინტერესებს. ეგეთი ადამიანი, არა კონკრეტულად ფასბინდერი, ეგეთი ვინმე რო არსებობდეს. კარგი. ეს სარგეში რო იყურები, ვინ გიყურებს?
თორნიკე გოგრიჭიანი და პერიოდულად გივი გოგრიჭიანი მამაჩემი გავარხობ რაღაცებით ვიზუალურად. ახალი წლის ღამეს ვინ გინდა რომ მოვიდეს შენთან სტუმრად და რა გაჩუქოს? არაფერი არ გაჩუქებია და უბრალოდ ეხლა ახალი წლის ღამეს ჩემთან რომ მოვიდეს კონკრეტულად სანტა კლაუსი რა. კონკრეტულად ვიღაცამ რომ გამომიძახოს სანტა კლაუსი და რომ მოვიდეს რაღაც არ ვიცი. სუნამოთი რაღაც. სასაცილო იქნება რა უნდა მაჩუქოს რა ვიცი. ფული. წადი რაც გინდა ის იყიდე. მე ვერ მოვიფიქრე ვერაფერი და შენ რაც გინდა ის იყიდე. ხო აი ვინ გინდა რომ ეს სანტა კლაუსი იყოს? მე მოვიდა ფორმაში. და ეს მოხადო და წერი რომ მოძო და ვინ დაგჭეს? ისევ წვერიანი რო იყოს ვიღაც ალბათ განსხვავება რო არ არის მაინც წვერიანი რო. კაი. აი ეხლა ვინც იწყებს მსახიობობას რა რჩევას მიცემდი შენ? რა გააკეთოს და რა არ გააკეთოს? მივცემდი რჩევას რომ მაქსიმალურად შეეცადოს რომ რაღაცა დაწერილი რაღაც კლიშეებით თუ რაღაც იმიჯებით არ იხემძღვანელოს. პირველ რიგში თავის თავს დააკვირდეს და თავის თავში იპოვოს ის რაღაცები, რასაც ვერავინ ის უნიკალური რაღაცები, რისი თხრობაც და რაც მხოლოდ მას შეუძლია რომ მისცეს სხვას, იმიტომ რომ ალბათ ამით განსხვავდებით ჩვენი ხედვით სამყაროს მიმართ. ეს ხდის ჩვენ უნიკალურს, დანარჩენი არაფერი. და სულ განავითაროს თავი და არ დაჯერდეს არაფერი ერთ. სულ იკვლიოს თავის თავი და იყუროს მარტო წინ. აი კონკრეტულად შენ აი რაღაც როლს რო გაძლევენ, რას ცდილობ, რომ იმ როლს მოერგო თუ შენი რაღაცებით მიამატო? ცა ნებისმიერ შემთხვევაში მე ესე ვთვლი და ესე მგონია ყოველ შემთხვევაში, რომ არავინ სხვა არ არის იქ, მე ვარ იქ. ხები რეალურად მე ვერ მოვიტყუები და იქ მე ვდგავარ, უბრალოდ მე რო ესეთ სიტუაციაში აღმოჩენილიყავი. მე ესე ვფიქრობ. ეს ბუნებრივად ძალაუნებურად მცვლის მე ჩემი თავი რომ ესეთ რეალობაში მენახა, ალბათ სხვანაირი ვიქნებოდი და ამის ქსების პოვნა არის. მე ესე უყურებ. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. დიდი მადლობა შენ. წარმატებები.